ექიმი, ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე. ქალბატონო ნინო, დილამშვიდობის. მოგესალმებით, ჩვენს გადავუსხდებით ჩვენს სტუმარს და ჩვენს მოვალთ. გილოცავთ წინასწარ დღევანდელ დღეს. გილოცავთ ტელემაყურებელს წინასწარ. აი ესეთ მნიშვნელოვან დღეს დაგპატიჟეთ ჩვენთან და მოგიწვიეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა დღეს და ხვალიდან უკვე ადამიანებისთვის იწყება ესეთი ორგანიზმისთვის ცოტა დატვირთული, მაგრამ ადამიანებისთვის ძალიან სასიამოვნო კვირეული, არა ჩემო ბაჩო? კი, ხო, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც მარხულობდა და ახლა, ასე ვთქვათ, გაუხსნილდებათ და ბაჩო, პირველს რას მიირთმევა? აი კვერცხის და პასკის შემდეგ რა გაქვს დაგეგმილი? შენ უკვე გეწოდინება. ნუ ალბათ ჩაკაფული. ჩაკაფული. ეს რაღაცა ისეთი ჩვენი ტრადიცია არის, რომელიც ძალიან მიყვარს როგორც ჩაკაფული, ასევე ის ტრადიცია, რომ ჩაკაფული აღდგომას მზადდება ხოლმე. ხო, რომელიც მე მგონი არც თუ ისე მარტივია ორგანიზმისთვის, ესე უცებ მისართმევად ამდენი მწვანილი ერთად. ნინო, გისმენთ რა უნდა გავითვალისწინეთ, რომ არ დავეცეთ მარხვის მერე პირდაპირ. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ თავად მარხვის პერიოდში ჩვენი ორგანიზმი ეჩვევა ნაკლებ ცხიმიან საკვებს, უფრო მცენარეულ საკვებს და შეიძლება ითქვას ერთფეროვან საკვებსაც. ამიტომაც, როდესაც უკვე სამარხო მინიმუმ სრულდება, ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემისათვის და დამეთანხმდებით სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანია, უხვი, გემრიელი, სუყე, კალორიული საკვები და ძალიან რთული ადამიანმა აი ამ ცდუნებას გაუძლოს. მაგრამ თუმცა შეიძლება რაღაც ხრიკებიც მოვიფიქროთ ისე, რომ მივირთვათ ეს გემრიელი საკვები, ისე რომ ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა, ჩვენი ორგანიზმი არ დავაზიანოთ. ვინაიდან თუ ერთდროულად ყველაფერს მივირთმევთ ხომ სააღდგომო სუფრაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ორგანიზმისთვის ისეთი გართულებები, როგორც არის მაგალითად გულწმარვა, კუჭუკანაჭირყვის ან ნახვის ბუშტის გაღიზიანება, მუცლის შებერილობა, მაგალითად და ყველაფერი ერთად არის. მე ხო თქვენ პატარა სამარხსაც შეგისწორებ. კი ბატონო. თქვენი მოსმენა ხომ სასიამოვნოა, ყურება ხომ საოცრებაა, საერთოდ ვერც კი. აი ესე დავამაგებ და ლამაზ თმასაც. კი ბატონო. გამოვდექი. ეს სპეციალობაც ვიცი ჩემო. ინო, იცი რა უნდა მეკითხე, მარხვის პერიოდში ხო ადამიანები არიან, რომლებსაც აი ძირითადად ხო მაინც ვერ მივირთმევთ კარაქს და ზეთიანი საკვები გვიწევს. ამ დროსაც უკვე ორგანიზმი რაღაცნაირად ცოტა ღიზიანდება, ხო? ბოლო ამდენი ზეთიანი საკვებით და აი მინდა გითხრათ, რომ თუ ადამიანი მარხვის პერიოდში სწორად იკვებება, ამ დროს ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემას ამ დროს ძალიან უხვია მაგალითად მცენარეული ცხიმების ცილებით სავსე კი ჩვენი მენიუ და ძალიან ხშირად ადამიანები მიმართავენ სამარხო ტკბილეულს, შემწვარ მოხრაკულ კერძებს და რაც ასევე აზიანებს ჩვენი, მაგრამ თუ idеალურ შემთხვევაზე ვსაუბრობთ, მაშინ ასეთ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის სისტემა პირიქით გადატვირთვას ახერხებს და მოსვენებას თუ სწორად მარხულობს და სამარხო მენიუს სწორად უნდა მივაწოდოთ. ეხლა idеალურ შემთხვევაში რა თქმა უნდა უმჯობესია ჯერ ხორცის კერძებზე უარი ვთქვათ და თევზეულით დავიწყოთ, მაგრამ ამ რეკომენდაციას ვფიქრობ არავინ გაითვალისწინებს და უფრო რეალობასთან ახლო რეკომენდაციები რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს, მოდით მოვიქცეთ შემდეგ ნაირად. ესე იგი ბოლო ერთი კვირაა ხორცი არ მიჭა, მე ყოველთვის ესე ვიცავ მარხვას და ერთი ზრდიმა ყვალდილა გატენდე. პირველი ჩვევა და პირველი ისე თქვა წესი რაც გავითვალისწინოთ, რომ საკვების მიღების წინ არ დაგვავიწყდეს ერთი ჭიქა წყლის მიღება, ეს წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რაც მოამზადებს ჩვენს კუჭ-ნაწლავის სისტემას უკვე მისაღები საკვების გადასამუშავებლად, შეაფხიზლებს, ტონუსში მოიყვანს. რამდენი ხნით ადრე უნდა მივირთოთ წყალი? თქვა დილას გავიგე, მაგრამ აი სუფრა რო გაიშლება. აი 15-20 წუთით ადრედაც რომ მივიღოთ საკმარისია და ეს აუცილებლად არ იყოს ცივი წყალი, ოთახის ტემპერატურის რა თქმა უნდა უმჯობესია. გარდა ამისა, წყალი დაგვეხმარება, რომ ნაყროვანების შეგრძნება უფრო მალე დადგეს და ჩვენი მისაღები ულუფაც უფრო მოკრძალებული იყოს. ეხლა რაც შეეხება ხორცს, კი ბატონო მივირთვათ ხორცი, მაგრამ ეს არ იყოს ერთდროულად ქათმის ხორცი, ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, რაღაც ერთი კერძი ავირჩიოთ, მაგალითად, აი იყოს ჩაკაფული, კი ბატონო. ესეც ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ბონუსი იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის. ნინო ექიმის კურთხება გაგვიჩება ბაჩო ჩაკაფულზე ხვალ. კარგი არჩევანია, მინდა გითხრათ. ეს ხორცს როდესაც მივირთმევთ, იდეალური იქნება თუ ხორცთან არ იქნება მირთმეული კვერცხი, ყველი, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელები, ცომეული, მაშინ
მაშინ იტყვის მაყურებელი რა მივირთვა ხო, მაშინ გარნირად. ძალიან კარგი იქნება ბოსტნეულის კერძები, მაგალითად ფხალეული, სალათები, უხვად გვაქვს საბერძნიეროდ. ფხალეული სალათები ხომ მივირთვით 40 დღედ, ეხლა ცოტა მსუხე საკვებზე გვინდა გადასვლა. და იყოს რთული. ერთი ამოირჩიო, მსუყეო. ერთი მსუყე ავირჩიო. აი მაშინ ერთ კითხვას დაკისვამთ. აი მაგალითად ჩემნაირი ადამიანი, რომელიც გიჯდება ხაჭოს პასკაზე, რომელიც საკმაოდ მსუყე შემადგენლობის არის, იქ შედის არაჟანიც, ყარაქიც, ხაჭოც და ყველაფერი ერთად. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? არ გეკრძალებათ, მინდა გითხრათ, მაგრამ თუმცა აქაც აქვს მირთმევის ხრიგი, დრო. თავარი გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას აქვს დრო. და უმჯობესია თუ მიირთმევთ თქვენს გემრიელ პასკას დილის საათებში, მაგალითად, ერთ ფინჯან ყავასთან ერთად. მაგალითად, საუზმე ან სამხარი იყოს აღნიშნული, მე ვფიქრობ, თანაც ძალიან კარგი დღის დასაწყისიც არის და დღის განმავლობაში მოახერხებთ მეტწილად მიღებული კალორიების უფრო მარტივად გახარჯვას, ვიდრე დაუშვათ ღამის საათებში. აი ჩვეულებრივი პასკა, ტრადიციული პასკა, რომელიც ასევე საკმაოდ ისეთი მძიმეა, ხო, მსუყეა. აი ამ შემთხვევაშიც აი თქვათ ის სანელებლები, რაც არის ბევრი ხო, კარდამონი, იმბირი და ასე შემდეგ, ზოგიერთ ადამიანში ალერგიასაც კი იწვევს. აი ამ შემთხვევაში თან რომ მივირთვათ და თან პრევენციისთვის რა შეიძლება ამ შემთხვევაში რო გავაკეთოთ? მე ყოველთვის აღნიშნავ და ჩემს პაციენტებსაც ვეუბნები, რომ კვება ეს არის ერთგვარი სიამოვნებაც და სიხარული ჩვენი ორგანიზმისთვის, ამას ვერ გავექცევით და ბუნებრივია, ძალიან ისეთი მკაცრი კატეგორიული აკრძალვები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პასკაც ფიქრობ საღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია და ასეთ შემთხვევაში უფრო ნაკლები სანელებლებით შეზავებულ პასკას მიანიჭებთ ყურადღება კი. მაგრამ თუ ალერგია არ აქვს, არ ეკრძალებათ იყოს სხვადასხვა გემოებით, სანელებლებით შეზავებული პასკა და აი პრევენციისთვის მაშინ აი სადაც არ იქნება თხილი, შოკოლადი, სადაც ბევრი სანელებელი მაგალითად დამატებული, აი ალერგიულ ადამიანებმა უფრო სუბუქად ესე ვთქვათ, ნაკლები სანელებლების გარეშე რომ მიირთვან. და ის ადამიანებიც ვიცი, ვინც იძახის, რომ ძალიან მიყვარს, მე არ ვარ ეს ადამიანი, ბაჭო, მე ნუ შემომხედავ, გთხოვ. არიან ადამიანები, რომელსაც ჩვეულებრივ ტრადიციულ პასკაზე უყვარს კიდე ხაჭოს პასკის გადასმა და ასე მერტმევა. ეს მინდა გითხრათ, რომ ნამდვილი შოკი და ბომბია ჩვენი კუჭუკანა ჯირკვლისთვის, ჩვენი თავის ტვინისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარი შედის ამ დროს ორგანიზმში, რაც ასევე ხელს შეუწყობს თუ ვინმეს აქვს შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, აღნიშნული დაავადებების გამწვავებას და მარტივად ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ამიტომ არ გეკრძალებათ, ერთი პასკა შეუძლია მირთვას, მეორეც ოღონდ არა ერთად და დღის პირველ ნახევარში ცალ-ცალკე. ასევე კვერცხიც მინდა აღნიშნო, იმიტომ რომ საღდგომო სუფრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და აი როგორც თქვი, კარგი იქნება თუ კვერცხს არ მივირთმევთ ხორციან კერძებთან ერთად ღამის საათებში საღდგომო სუფრასთან, იყოს ეს დილის საათებში, მაგალითად საუზმე დავიწყოთ მოხარშული კვერცხით, ეს საუზმის ერთ-ერთი კარგი ვარიანტიც არის და თან საღდგომო წითელ კვერცხსაც მივირთვებთ ჩაგვეთლება, ესე ვთქვათ, მიღებაში. რატომ არ შეიძლება ერთად მირთვება ხორცის და კვერცხის? იმიტომ რომ თავად კვერცხი არც თუ ისე მარტივად მოსანელებელი პროდუქტია, ჩვენი კუჭნაძავი დიეტურია, მაგრამ ხედავ მაინც თან ცილა და სხვადასხვა ცილის ერთდროულად მიღება, აი ძალიან დიდი დატვირთვაა ჩვენი ორგანიზმისთვის. ხორცის ცილა და კვერცხის ცილა. აი თქვენ წარმოიდგინეთ, იყავით შვებულებაში, კარგად დაისვენეთ და გამოდიხართ სამსახურში და ერთდროულად რამოდენიმე რთული საქმე დაგეკისრათ, ხო? ხოდით სტრესში ჩავარდები და შეიძლება ვერც ერთი საქმე გააკეთოთ და თუ დაუშვათ ერთი საქმე გექნებათ შესასრულებელი, უფრო გონივრულად მიყვებით, უფრო მარტივად გაართმევთ თავს. ასეა ჩვენი კუჭნაწლავის სისტემაც. ეს ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ესეა, რომ ანუ ცილებზე ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ესეა, რომ აი ჩვენს ორგანიზმს უნდა მივცეთ ყოველთვის და არა მარხუშ და მარხუშ შემთხვევაში მით უმეტეს ანუ ცილებზე ვარ რომ ვიძახი დიეტას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რამოდენიმე ცილა არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი დატვირთვა ჩვენი ორგანიზმისთვის. ასევე არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ჩვენს კუჭნაწლავის სისტემას ყავს მეგობარი ბაქტერიები, კეთილი ბიფიდო და ლაქტობაქტერიები, რომლებიც ეხმარებიან საკვის მონელებაში, დაქუცმაცებაში და მათ რომ თავიანთი საქმე კარგად შეასრულონ,
ამისთვის ჭირდებათ ბოჭკო. ბოჭკოს მთავარი წყარო კი ეს არის ბოსტნეული. ამიტომაც შეიძლება მოგბეზრდათ განსაკუთრებით ვინც მარხვაზე იმყოფებოდათ ბოსტნეულის მირთმევა, მაგრამ მაინც არ დაგავწდეთ რომ სააღდგომო სუფრაში, არა უფრო სწორედ ყოველგვე მარხვის შემდგომ სუფრაში ჩართოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული. აი ბოსტნეულზე ვისაც აქვს თქვა ცოტა შებერილობა. აი ამ შემთხვევაში რა ბოსტნეული იყოს, მოთუშული ბოსტნეული იყოს, რომელიც ნაკლებად მოწალული იყოს მაგალითად, რომელიც ნაკლებად გამოიწვევს, ესე ვთქვათ, კუჭნაწავლის სისტემის გადატვირთვას. ასევე ხრიკი იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უნდა წონაში მომატება და უფრთხილ ზედმეტ კილოგრამებს, ხორცთან და ნებისმიერ ცხიმიან საკუთთან მირთმეული ბოსტნეული ანელებს გლუკოზის, ანუ შაქრის ათვისებას ორგანიზმში, მამნეცხიმების უნდა მივირთვათ და ეს ასევე შეანელებს მამნეცხიმების, მამნე ქოლესტერინის ათვისებას ჩვენს ორგანიზმში, ამით ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ზედმეტი კილოგრამების რომ თავიდან ავირიდოთ და ნაყროვანების შეგრძნებაც უფრო მალე მოდის ბოსტნეულთან ნებისმიერ კერძ თუ ბოსტნეულს მივატანთ, ვიდრე ბოსტნეულის გარეშე. იდეალურია ჩაკაფული ხორციც არის და ბოსტნეული. კი ბატონო, ამიტომ შევაქე რომ ერთ-ერთი კარგი ვარიანტი აუჩვევია ბაჭოს. ნამდვილად კარგი. აი მაშინ გადავალეხა კიდევ ერთ კითხვაზე, ხორცთან ძირითადად მოდის ხოლმე სოუსივით, ან ბრინჯი, ან ბურღულეული, ან კარტოფილის პიურე, ხო? ძირითადად ესე მოდის. ამ შემთხვევაში რა რჩება მოგწევთ? აი გადაცემის დაწყების წინ რომ თქვი რომ ხორცთან ერთ-ერთი კარგი ვარიანტია ბოსტნეულთან ერთად რთული ნახშირწყალი თქო, ზუსტად ეს ვიგულისხმე, ბურღულეული რთული ნახშირწყალია და ძალიან კარგი არჩევანია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თვითონ ცილის გადამუშავებას ჭირდება ენერგია, ხო? საფოხი ენერგია. და ამიტომაც თუ ჩვენ ამას მივატანთ რთულ ნახშირწყალს, უკვე ორგანიზმს ჩვენ ვაწვდით იმ ენერგიას. ნახშირწყალი კარტოფილი არ არის. რთული ნახშირწყალი კარტოფილი არ არის, ძალიან კარგი შენიშვნა. ეს არის მაგალითად რუხი ბრინჯი, წიწიბურა, კუსკუსი. ვფიქრობ ბუნებაში ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს, ბურღულეული შეგვიძლია. მაგრამ თუ დაუშვათ პიურია, აი თუ არჩევანს გავაკეთებთ, ჯობია პიურე იყოს, ვიდრე დაუშვათ ხაჭაპური, ისეთი ღვეზელები, ფუნთუშები, აი ყველაფერი ესე ვთქვათ შეფარდებითია. ანუ ეგრეთ წოდებული კოტლეტი და პიურე გამართლებულია ამ შემთხვევაში. ისე რა. არჩევანი აი კოტლეტი და პიურე ჯობია, ვიდრე მაგალითად კატლეტი და ხაჭაპური მაგალითად. ან შემწვარი კარტოფილი. ცუცა და უარეს შორის არჩევანი. მაგრამ კოტლეტი კატლეტი არ ვიცი და წიწიბურა ბევრად უფრო მისაღებია ვიდრე ალბათ პიურე უფრო მიყვარს. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ალბათ კარაქზე და რძეზე დამზადებული და თქვა ეხლა თავისთავად ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მისაღები და შესაძლებელია. მეც თვითონ ამ მსგავსი პრინციპით ვიკვებები და აი დაუშვათ მე ყოველთვის ვამბობ აი ჩემს პაციენტებსაც ვურჩევ რომ აი ამ პრინციპით იკვებით რომ 80% იყოს ჯანსაღი მაქსიმალურად შეძლების დაგვარად ჯანსაღი რაციონი და ის 20% ზოგჯერ პიურე იქნება კარაქზე დამზადებული თუ შემწვარმოხრაკული კერძები, ამას ჩვენი ორგანიზმი გვაპატიებს და დამერწმუნეთ არც მარტივად აკრებთ ზედმეტ კილოგრამებს. იქნება მხოლოდ, ხო? თუ კვირაში ერთხელ იქნება. ნინო, იცი რა მაინტერესებს, აი ეს გავრცელებული მითია თუ რეალობა, როდესაც იძახიან რომ რაც გინდა მიირთვი, ოღონდ ნუ რა თქმა უნდა, ვერც მოასწრებას არანორმალურად მირთვას 6 საათამდე. ეს ნამდვილად მითია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ჩვენი ორგანიზმი ეს არის ერთი დიდი ლაბორატორია, რომელიც მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიყურებოდეთ კარგად, ვიყოთ ჯანმრთელები, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები და აი ამოდენა სამუშაოს ის რომ ასრულებს, ჭირდება საწვავი. თუ სწორ საწვავს არ მივაწოდებთ, ის ბუნებრივია კარგად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საკვები ეს არის საწვავი ჩვენი ორგანიზმისთვის, იმისთვის 6-მდე რომ მივაწოდოთ საწვავი, მანქანასაც ხმერხობას ხამსაწვავს და არა, ის უნდა იყოს სწორი საწვავი. შეიძლება აი მაგალითად დღესდღეობით აი ნუტრიციოლოგიის, ენდოკრინოლოგიის რაღაც აი კვების ტენდენციებს რომ გადავხედოთ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა კალორიას, აი რა კალორიას მივართვებთ ორგანიზმს, არამედ რა ხარისხის საკვებს მივაწოდებთ. ეს პირველად გავიგე. კი ბატონო, ჩვენ შეიძლება მაგალითად დღის განმავლობაში დაბალი კალორიაჟი მივაწოდოთ, აი 1000-1200 კილოკალორია ორგანიზმს და ეს იყოს რაღაც ერთი ფილა შოკოლადი მაგალითად. ხო? იმას ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ეს მისთვის არ არის კარგი საწვავი, მაგრამ შეიძლება მივაწოდოთ 2000 კილოკალორია, ეს იყოს თევზი, ბოსტნეული, ხილი და ამას ყველაფერს დაწვავს და ენერგიაში
გამოიყენებს ანუ სწორი და ჯანმრთელი კვება არის და არა კალორიების თვლა. და არა კალორიების თვლა და ძალიან ხშირად ითვლიან კალორიებს და არა შემადგენლობას. თუმცა აქვე მინდა ხაზი იმასაც გავუსვა, რომ თუ იმ ჯანსაღ პროდუქტსაც ეხა ძალიან დიდი რაოდენობით მივირთმევ და კალორიასაც გადავაჭარბებ, აქაც უკვე მე ესეც ესე ვთქვათ, უარყოფითად აისახება ჩვენს ბალანსშია ჭეშმარიტება. ბალანსშია როგორც ყველაფერში ჩაბაბაჯო. და ნინო, ნამდვილად. ბოლო კითხვა მექნება აი წყალთან მიმართებაში, ხო? ამბობენ რომ წონის მიხედვით და დღესდღეობით რომ გითხრათ მედიცინაში რაღაც ერთი აზრი ჩამოყალიბებული და რომ გაიდლაინი რომ როდის უნდა მივიღოთ, რამდენი უნდა მივირთვათ, ისიც რომ კვების დროს აუცილებლად წყალი არ მივიღოთ, მაგრამ ყავას აუცილებლად უნდა მაგრამ დავაყოლოთ. ყავას აუცილებლად დავაყოლოთ. აი, რაც შეიძლება ბავშვად, ეხა რაც ცნობილია და მეტნაკლებად ვიცით, რა შეიძლება რჩევა მიცეთ მაყურებელს, რომ იყოს დღის განმავლობაში აუცილებლად, ეხა თან მით უმეტეს დათბა და უკვე სხეულის და ხო, უფრო გარეთ გვინდა გამოსვლა, მეტად გვინდა რომ ფიზიკურად აქტიურები ვიყოთ ამ ზიანამიდებში და შესაბამისად ჩვენი ორგანიზმიდან სითხის აორთქლება იზრდება, ამიტომ წყალზე მოთხოვნილებაც იზრდება. წყალი ასევე არის ბიოლოგიური გამხსნელი. თუ ჩვენ გვინდა რომ წყალში ხსნადი ვიტამინები, მიკროელემენტები მაქსიმალურად ავითვისოთ, უჯრედებმაც აითვისოს, მაშინ დიდი რაოდენობით ესე ვთქვათ წყალი უნდა მივირთვათ. სადაც 2 ლიტრამდეა საუბარი. ხა თუ ადამიანს აქვს ცირკმის დაავადება, გულსიზრდათა დაავადება, ბუნებრივია იქ უფრო ნაკლები და უკვე ექიმი ურჩევს. აუმჯობესია დავუშვათ ან 2 ლიტრში შედის ყავა, წყალი და სხვა წვენით, სუფთა წყალზეა მხოლოდ საუბარი, წყალზეა საუბარი, მხოლოდ წყალზეა. ძალიან ხშირად ამას პაციენტებს მეკითხებიან, აი ჩაით რომ ჩავანაცვლო, ყავით რომ ჩავანაცვლო, არა, არ ნაცვლდება, აქ საუბარია სუფთა ჩვეულებრივ წყალზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე მგონი რომ ჩვენმა მაყურებელმა მიიღო ის რეკომენდაციები, რომელიც ახლა საავადმყოფოდ, არა მხოლოდ საავადმყოფოდ გამოადგებათ. თან ამ ხელა სტიმულია მე ასე ვაკეთებოდა, ასეთი ლამაზი ექიმი რო გირჩევს ამ ყოფს და რო გინდა რომ სულ შენც ასე გამოიყურებოდა, უფრო ორმაგად გაითვალისწინებ რჩევებს. ძალიან დიდი მადლობა გილო